გამარჯობა. გახსოვთ სიახლეებს რო გვირდებოდით, მეგობრებო, თქვენს წინაშეა თუთაუნის ზანები. ეს მოდელი შემთხვევით არ მიჭირავს ხელში, ეს კომონია, ერთ-ერთი მოდელი. მოკლედ რომ მოგიყვეთ ჩვენი და ამ ბრენდის კონტაქტზე და ისტორიის შესახებ. სულ პირველად რამდენიმე წლის წინ გამოფენაზე შევხვდით ამ ბრენდს და ის კომონი ვიყიდეთ იქ 4 წელი სხვადასხვა მოდიფიკაციით ჩამოვიტანეთ და ნუ დღემდე ჩვენი მომხმარებლები იხსენებენ რომ რა მაგარი დანები იყო და რაღაცა და როგორც იქნა ამ პერიოდში მოვდით მოლაპარაკებებს, უკვე დეტალებში შესვლა ის და ჩამოვიტანეთ, გავხდით ამ ბრენდის წარმომადგენლებიც საქართველოში ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ძალიან მაგარი დანებია. ამაში თავად დარწმუნდებით, ეხლა რომ გავვილიცათ ითაოთ. მოდი მოკლედ ბარემ ამ ბრენდზეც გეტყვით კიდევ. 1992 წლიდან აწარმოებენ დანებს, თავიდან სამზარეულოს დანების კეთება დაიწყეს და უკვე გაზარდეს უკვე ხლა მაჩეტებს, ნაჯახებს ყველაფერს აკეთებენ და საკეთს დანების ინდუსტრია შექმნეს რაღაცა საოცარი. ძალიან მაგარი ქარხანა აქვს, ვიდეო რო ვნახე, ნუ ეგეთი ტექნოლოგიები და ესეთი ინოვაციები რავი დაიკვეხნოს ბევრმა მაგარმა ბრენდმა და ბევრს არც აქვს რა. სხვა ისინი რა ქვია ბრენდები ამათ უკვე თავიდან აკეთებიებენ რა რაღაცებს და ისინი თავიდან ბოლომდე ახალი ფოლადები შექმნეს, აგერ T-Max-ი გვაქვს წარმოდგენილი, T-ATS-ი, თავიანთი შექმნილი ფოლადები, ტიტანი ხო, ნუ მაგარი მასალა, ატარის მასალად რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ სხვანაირი დამუშავებები გააკეთეს, კრისტალური დაფარვა, კრისტალური ტიტანი ქვია აი ამას რა, მაგალითად ეს ხორიდუსია, ამას მიუბრუნდებით მე კიდევ აი იგივე ჩვენ თუ შეიძლება დეტალურად რა ტექსტურა აქვს, გაყინულ მინას გავს თუ არის რაღაცა სასწაულია, ულამაზესია. და ნუ ურთულესი არის ამ ტექნოლოგია, ამ შედეგის მიღება. 24 საათის განმავლობაში 800 გრადუსზე უნდა იყოს ეს ტიტანი და რაღაცა მთელი ფილოსოფიებია, დაინტერესოა მაგაზეც მე მოგიყვებით, მოგვიანებით. მოდი დავიწყოთ, ეს არის კომონი მეგობრებო, პირველი ჩვენი დანა. დააგვირდგეთ თუ შეიძლება ახლოდან. ტარის მასალად გამოყენებულია ესეთი ელო ანოდირებით ტიტანი, ფოლადია ესეთი უმაგრესი დამასკოა ესეთი დაფარვით. ნახე ლამაზია. საკმაოდ სქელია ეს ლაინერები და ამიტომ შიგნიდან ამოფრეზილია და შემსუბუქებული. ეს ჩვენი კომონი პირველი. ეს კომონის მეორე ვერსია, აქ გვაქვს ტიტანის ტარი და პირინათე სანმი. SLD ფოლადი და შუაში ჩაყოლებული აქვს კიდევ ესეთი სპილენძის ფირფიტა და ეს გამოყოფა მაგრად ჩანს აიზევიდანაც ძალიან ლამაზად ჩანს, ეს პირზე ხოლმე სასწაულია. უქროსფერი ბექსპეისერი. კომონის მესამე ვერსია, აი ეს არის, აქაც კრისტალური ტიტანი გვაქვს, აი ესეთი მაგარი გრაინდებით M390 ფოლადი, ჩემი და გიოს ფავორიტი ეს მოდელი გახლავთ კომონებში. მე მგონი ყველაზე მაგარი დონე ესეც. არ ვიცი, თქვენ გადაწყვეტით რომელი უფრო მაღალი და უფრო დაბალი, აქ ყველა მაღალი დონეა, მინდა გითხრით. ეს მაგბია. ნახეთ რა მაგარი რა. არ ვიცი, სასწაულიდანაა, ინტეგრალი ტიტანი, ანუ მთლიანი ტიტანი, 3D საკიდი, DLC დაფარვით M390 ფოლადი და გასაოცარი მექანიზმი თავისთავად და დიზაინი. ტაქტიკური დანაა, ცოტა აგრესიული ხასიათის და ხელში ზის აი მაგრად. მექანიზმი ნახეთ. ეს მაგბი, მოდი ჰორიდუს ერთხელ კიდე მიუბრუნდეთ, წეგან ცოტა ჩქარა გავიარეთ და ამ დანას ესეთი რაღაცა ვფიქრობ არ მოპატიებს, არ მოეწონება. აი ესეთი მაგარი ტექსტურა ტიტანის, აი ესეთი მაგარი საკიდი ნახეთ, გამოფიქრება. მინახავ სხვა დანაზეც მსგავსი ისა საკიდი არ არის რაღაც ამათი მოგონილი, მაგრამ სიახლეა და იშვიათობა საკმაოდ ბევრ დანაზე ამას ვერ შეხვდებით. პირზე აი სხვადასხვა ამოსვლები, გადაჭრები, გადასვლები, ხელში მაგრაძის, ჰორიდუს 2 გახლავთ ეს. მაგარი ბიჭი. ეს კი ვეილია, ესეც მახსოვს ამ დანის ეფექტის გამოფენაზე რო ვნახეთ მაშინ პირველად ტიტანში ჩასმული ფეტკარბონი, მაშინ ძალიან სიახლე იყო და მახსოვს დიდი შაბიჭლება მოახდინა და დღემდე ნუ პრინციპში აქტუალურია ეს საკითხი და ძალიან მაგარია. აი ესეთი კრისტალური ტიტანის ბექსპეისერი და საკიდი და ცოტა განიერი სამუშაო პირი. ეს გახლავთ ფინი მეგობრებო. აი ბოდიში. ფრონტ ფლიპი გახსნის მექანიზმი თავიდან გავხსნი ამას რადგანაც გამიცურდა. ტიტანის ტარი, ტიტანისავე საკიდი და სხვადასხვა გრაინდებით აი ესეთი მაგარი M390 ფოლადი. წვრილი და ისეთი სახაზიათო ედისი დანაა. ნახეთ,
მაგალითად უნდა წარმოგიდგინოთ, ეხლა ესეც ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ამ დანებში, აბელი ქვია ამოდეს მეგობრებო. ფლიპერი გახსნის მექანიზმი აქვს და ბათონლოგ ჩამკვეთი სისტემა. ინტეგრალი ტიტანია, ტიტანისავე საკიდი, სასწაული მექანიზმი, ძალიან მომწონს ეს და რაღაც ჩაჯდა ჩემ გონებაში, რა ეს ცოტა წვრილი ტარი ეს განიერი პირი, ხელში ის იდეალურად, ისეთი სამუშაო, მაგარი კაცური დანაა რა, 4 მმ ტემაქსი ფოლადი. ამ ფოლადის ინტერესიც მაქვს და აუცილებლად გამოსცი და გავტესტავ. ეს კი დაიაგი გახლავთ მეგობრებო. როგორი ხმა ქონდა. ძალიან ეფექტური დანა, აი ესეთი სხვადასხვა, ნახე როგორი ტექსტურა აქვს. კრისტალური ტიტანის ტარი. დაგვიდი უბრალოდ ძალიან ლამაზია, DLC დაფარვით პირი, ტემაქსი გვაქვს აქაც ფოლადი. აი ესეთი მაგარი საკიდი და ბექსპეისი რაღაც მოოქროს პრო მოვარდის პრო. მაგარია. ძალიან მაგარი დანაა. საოცარი მექანიზმით. ფოლადი რამდენი მილიმეტრია? დაახლოებით 4 მმ იქნება რა. მაგარი ბიჭი, ცოტა დიდი ზომის დანაა. უხდება ამ დიზაინს, მაგრამ უხდება. ეს ზომა. ეს სტინგერია მეგობრებო, აქ დამასკოს ფოლადი გვაქვს. პირზე ღარია ეს ნახრეტები მიყვარს, რაღაც მსგავსი ისინი ცოტა დატვირთული პირი რა და ძალიან უხდება ამ დანას. ტიტანის ტარი ხელში მაგრაძის. მაგარი ედისია. მოდი ახლა დოროდაზე გადავიდეთ და ტკბილ უკმას ვიტოვებ ბოლოს. დოროდაც არავიზე ნაკლები ბიჭია თუ არა და თავად დარწმუნდებით დააგვირთ და გემოვნების ამავეა უბრალოდ. აქაც SLD ფოლადი გვაქვს, სანმეი. ესეთი მაგარი ჩანართით, ტიტანის ტარი, ტიტანისავე საკიდი. საოცარი მექანიზმი, დააგვირდით, აი გზევიდანაც როგორ ეტყობა ეს ხაზები, სანმეის ჩასმა. მაგარი დანაა მეგობრებო. და დიდი ბიჭი შემოდის საქმეში, ბიკორნისი. ნახეთ რა დანაა. გიგანტი. ნამდვილი გიგანტი. კაცური დანა, ეს სხვადასხვა გრაინდები აქვს, მხოლოდ ამ მხარეს, მეორე მხარეს. სადაა ეს დანა და ერთნაირი, არ შემხვედრია სხვა მოდელზე მსგავსი გადაწყვეტა, ორივე მხარეს დაშვებები და ის კი, მაგრამ ეს რა, ისეც ამათი ინოვაციაა სავარაუდოდ. ხელში მაგრაძის, რაც ესეთი ბოუის დიდი პირი. რავი, იზია, მაგარი ბიჭია, ძალიან მაგარი ბიჭია. ეხლა მოდი ბიუჯეტურ დანებზე გადავიდეთ მეგობრებო, აქ ყველა შემთხვევაში გვაქვს ფოლადი გამოყენებული T10S-ი, კარბონის ტარი, ტიტანის 3D საკიდი ბექსპეისერი და არის დანების საშუალოზე დიდი ზომა, ცოტა დიდ დანებში გადის, მაგრამ მსუბუქია და არ არის მომებეზრებელი, ჯიბის სატარებლად მარტივია, მექანიზმი ნახეთ უბრალოდ რა. დაფრინავენ დანები. სტეპი ქვია ამ მოდელს შემოკარგებო. ძალიან პრაქტიკული და მაგარი დანაა. ბევრ ძვირიან დანას გაუწევს კონკურენციას და აჯობებს კიდეც ამაში თავად დარწმუნდებით, ეს მწვერვალია. ჩემი და გიოს ფავორიტი უკვე ავიღეთ თითო მე და გიო მესტანები სახმარად იდეალურია ვფიქრობ მანქანაში, სალაშქროთ ტყეში, ყველა პირობებში რა. თან მაგარი ლამაზია და მსუბუქი როგორც გითხარით, არ შეგაწუხებს უბრალოდ რა, პირიქით. მხოლოდ გასიამოვნებს საქმეში. ეს კანიონია. ნახეთ როგორი შავი DLC დაფარვა აქვს. ასევე კარბონის ტარი და ტიტანის საკიდი. ეს კალა მეგობრებო, ესეთი განიერი თავკომბალა ბიჭია, მაგრამ მაგარი ბიჭია, ხელში მაგრაძის. რა, განსხვავებულია, შეიძლება და ცოტა სხვა დიზაინი, მაგრამ ვფიქრობ ძალიან კარგი გააკეთეს, რომ ეს გადაწყვეტა მიიღეს. საოცარი მექანიზმით და რეისთვის ბოლო მოდელია ეს. ბიუჯეტურში გადის ახლა ეს დანა 200 ლარად გვაქვს რა და რა ვიცი ეს ხარისხი 200 ლარიან დანაში რავი არ შემხვედრია რა ფოლადი T10S-ი VG10 იაპონური VG10-ის ანალოგია ტიტანის საკიდი და ნახეთ რა ბრავო ამ ბრენდს 10-იანი 10-დან 10 რა ჩემი სრული შეჯამება და შეფასება ესეთი იქნებოდა მეგობრებო ну ეს დანები ჩამოდის ესეთი ლამაზი შეფუთვებით აქ საბუთი სადაც წერია ყველა დეტალი მახასიათებლები მასალები ესეთ ლამაზ ფოუჩი დევს და ხო რაც თავარია კიდევ ეს დანები წარმოებული არის ყველა ლიმიტირებული რაოდენობით არ გამოდის 10 და 20000-ობით
100, 200, 300 მაქსიმუმ არის გამოსული და რაღაც დროის მერე უკვე საკოლექციო ხდება. დღემდეც ნებისმიერ კოლექციას დაამშვენებდა იმ დონის დანებია, მინდა გითხრათ, ჩემი გულწრფელი ემოცია და რა ვიცი, დანარჩენი მობრძანდი ჩვენთან მაღაზიაში, გაუზიაროთ ერთმანეთს ემოციები. ხო, მადლობა მინდა გითხრათ ჩვენი არხის გამოწერებს. რა ვიცი, პოზიტიური კომენტარები ჩემთვის დიდი სტიმულია და რა ვიცი, ვეცდებით ჩვენი მხრიდან რაც საჭირო არ მოგაკლოთ მაგარი დანები, არ მოგაკლოთ ყურადღება და ანუ ხარისხრაც შეეხება, მაგაზეც მუშაობთ და დავხვეწავთ უფრო. მადლობა ყურადღებისთვის და წარმატება ყველას. გაიხარეთ.